გვაქვს სამი ვარიანტი. გაითიშა გადაღება და ამიტომ გაშლა აღარ ჩავწერ თავიდან, რაც არის დავტოვე და რა ხარ პირველი ვარიანტით დავიწყე. უნდა ჩაიფიქროთ პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. თემა არის პრობლემა, თემა, სიტუაცია და შემდეგ რჩევა სამყაროდან. გვაქვს სამი ვარიანტი. შეგახსენებთ, რომ მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი, გამოიწერეთ არხი, რომ გახდეს ის თქვენი უსაყვარლესი არხიც. თუ პირველ ვარიანტში თქვენ ჩაიფიქრეთ და გაქვთ პრობლემა ოჯახთან დაკავშირებით, ან სწავლასთან დაკავშირებით, ან სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებით, სასამართლო, საავადმყოფო, ყველაფერი, რაც სახელმწიფო სახლთან ასოცირდება, ასევე შეიძლება იყოს თქვენი სამუშაო, არა პირადი ბიზნესი, არამედ სამუშაო სახელმწიფო სტრუქტურებში, მაშინ ეს თქვენი ვარიანტია და თქვენმა ინტუიციამ სწორად აკარჩევინეთ პირველი ვარიანტი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჩიხურ მდგომარეობაში ხართ, ძალიან პრობლემურ მდგომარეობაში ხართ, თქვენ მაინც ცდილობთ, რომ ნახოთ გამოსავალი და ფიქრობთ ამაზე. თითქოს გონება გაჩერდა, ვეღარ აზროვნებს ისე სტრესიდან გამომდინარე და ვერანაირად ვერ პოულობთ ამ გამოსავალს, თუმცა სურვილი არ გიქრებათ ამის, რომ რამე შეცვალოთ და გამოარკვიოთ. ნახოთ რას გირჩევთ სამყარო ამ პრობლემასთან დაკავშირებით. მე კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი, გააქტიუროთ ზარისხილაკი, რომ არ გამოგჩეთ ახალი ვიდეოები, ხოლო ვისაც სურს პირად კონსულტაციაზე დაკავშირება, უნდა მომწეროს WhatsApp-ზე, Viber-ზე, ნომერზე 592333507 და ვნახოთ სამყაროდან მესიჯი, რას გეუბნებათ ამ ყველაფერზე სამყარო. გეუბნებათ, რომ ძალიან მალე და ძალიან სწრაფად იქნება ძალიან ინტენსიური სწრაფი ცვლილებები თქვენ სასიკეთოდ. პირველ რიგში მოგეხსნებათ სტრესი, დაძაბულობა, უიმედობა, თუმცა მაინდა-მაინც არ ჩანს უიმედობა, როგორც თქვი, თქვენ აქტიურად გინდათ რომ გადარჩეთ, გამოხვიდეთ ამ პრობლემიდან, მოაგვაროთ ეს, უბრალოდ ვერ პოულობთ დიდ გამოსავალს, თითქოს ჩიხური სიტუაცია იყო და თითქოს ყველა მხრიდან დიდი კედელი იყო თქვენს წინაშე აღმართული, მაგრამ სამყარო ამბობს, რომ თავისთავად ისე შეიცვლება მოვლენები, რომ თქვენ გამოხვალთ გამარჯვებული, თავისუფალი და კმაყოფილი ამ სიტუაციიდან. გეხმარებათ გარემო, სამყარო გეხმარებათ ამ მტკივნეული პრობლემიდან გამოსავალში. ნახოთ რა ხდება მეორე ვარიანტთან. ნახოთ რა ხდება მეორე ვარიანტთან. თემა პრობლემა. თქვენთან რაღაცნაირი კომბინირებული პრობლემა არის, როგორც ასე ვთქვათ, ოჯახური სიტუაციები, აი რაღაცა გვართან, ოჯახთან დაკავშირებული, ასევე ემოციური სასიყვარულო და ასევე ფინანსური. აი სამივე თემაზე ფიქრობთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის რაღაცა ძალიან გამოკვეთილი პრობლემა. ანუ ვერ ვიტყვი, რომ კრიზისია სამივე მდგომარეობაში, თუმცა შეიძლება ხან ერთზე ფიქრობთ, ხან მეორეზე, ხან მესამეზე, ხან ერთი ამოტივტივდება, ხან მეორე ამოტივტივდება, ხან მესამე პრობლემა. განსაკუთრებით ეს, ასე ვთქვათ, აი და როგორც დამკვირვებელი შორი თვალიდან საერთოდ არ ჩანს თქვენი მდგომარეობა პრობლემური, პირიქით. თქვენ ესე ხედავენ გარედან, რომ გაქვთ იდეალური ოჯახი, წყნარი მშვიდი, სტაბილური, ფინანსურად უზრუნველყოფილი და ხართ ძალიან ბედნიერი ქალი თუ კაცი, გააჩნია ვინ აირჩია ეს ვარიანტი და საკმაოდ კარგი და იოლი შემოსავალი გაქვთ. აი ასე ჩანს ხართ გარედან თქვენ. ნახოთ სამყაროდან მესიჯი თქვენთვის. და შეგახსენებთ, რომ ენერგიის გაცვლისთვის აუცილებლად დალაიქეთ, გამიწერეთ კომენტარი, გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ. ნახეთ რა ამოდის, მოდი ცოტა ახლოს მოვწევ, ნახეთ რა ამოდის. ამოდის ის, რომ თქვენ ძალიან ძველი სული ხართ, ძალიან ბევრი რეინკარნაცია გაქვთ გავლილი და ძალიან ღრმად უყურებთ ამ ყველაფერს. და საერთოდ რაც ხვებისთვის არის კარგი, თქვენ რაღაცა ზედმეტი მოთხოვნა გაქვთ, ოღონდ ცუდი გაგებით არა, თქვენ უფრო ღრმად უყურებთ ყველაფერს, ოჯახურ მდგომარეობასაც, მატერიალურ ყოფასაც და სიყვარულსაც. და ის რაც თქვენ გჭირდებათ, ის არა გაქვთ.
და თქვენთვის არის ის რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელოვანი. აი ესე ამოდის. ნახე, შეიძლება 100 კაცში 99 ადამიანი იყოს ბედნიერი და კმაყოფილი იმით, რაც თქვენ გაქვთ. მაგრამ თქვენ რაღაცა განსაკუთრებული და განსხვავებული გინდათ. ძალიან რომანტიკოსი ხართ, ღრმა პიროვნება ხართ და რაღაცნაირი შემოქმედებითი ნატურა ხართ. ამიტომ ჩვეულებრივი, ბანალური, მოსაწენი, რუტინული ცხოვრება თქვენთვის არის დამანგრეველი. და მე აქ ვგრძნობ, რომ აი ეს რუტინა შემოიჭრა და თქვენ ცხოვრებას აი რაღაცნაირ ძალიან რუხ და ნაცრისფერ ფერებში აღიქვავთ და შიში გაქვთ, რომ ესე გაგრძელდება. ძალიან დიდი შიში გაქვთ და ფობია ამის, რომ სულიერ სილამაზეს კი არა და ზლამაზი ხართ, სულიერ ბედნიერებას ვერ იპოვით. ყველაფერი გაქვთ. კი, უმადური არა ხართ. ხედავთ, რომ გაქვთ კარგი ოჯახიც, კარგი შემოსავალიც, ყოველ შემთხვევაში ნორმალური და გვერდზე ყავთ ადამიანიც, რომელსაც უყვარხართ, მაგრამ თქვენ ვერ გრძნობთ ბედნიერებას. შინაგანს, იმიტომ რომ ძალიან შემოქმედებითი და განსხვავებული ნატურა ხართ. მე მინდა გითხრათ, რასაც ხედავ მომავალში, რომ თქვენი ენერგია გადაზარდეთ აი იმ შემოქმედებით სამუშაოებზე, რაც გაქვთ შინაგან. გამოყავით დრო ამისთვის, ამ სამუშაოებისთვის, რომ აი ამ ერთფეროვანი, თუნდაც სტაბილური, თუნდაც კარგი, მაგრამ ერთფეროვანი რუტინული დღიდან გადაერთოთ შემოქმედებით სამუშაოებზე და ძალიან დიდი მნიშვნელოვანი წარმატება მათ შორის ბარაქიანი, აღიარებული მომავალი გელოდებათ. უბრალოდ დაუთმეთ თავი თქვენს იმ ნიჭს და იმ შემოქმედებას, რაც თქვენში არისო. ახლა კი მესამე ვარიანტი. პრობლემა თემა. აი მესამე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა, აქ ჩანს რაღაცა კრიზისაც არ ვიტყვი, ეს არის რაღაცნა ძალიან დიდი დანაკარგი, ძალიან დიდი ნგრევა, ძალიან დიდი შეზანზარება სულიერი, შინაგანი. ან პირიქით ნახე ეს ხო საჯარო გაშლა, ან ნახეთ რას ვხედავ, ზოგიერთთან ესე რეზონირდება, რომ იმას რაც ძალიან გინდათ, ის რომ მიაღწიოთ, ძალიან მკაცრი ხისტი და ვიღაცების კომფორტის ზონის დარღვევა გიწევთ და ამიტომ ჩერდებით. ან უნდა გაითვალისწინოთ სხვა ადამიანები და თქვენ ვერ მიაღწიოთ იმ მიზნებს, რაც გაქვთ, სხვათა შორის ძლიერი მატერიალური მიზნები ჩანს, ან პირიქით დანაკარგი გაქვთ ამ რაღაცა დიდი სტატუსის, ფინანსები შეიძლება, აი რაღაცა ძალიან ძლიერი, აი მულად ხარა ჩაკრის ენერგიები მოდის, ხო, საძირკვლის, მატერიალური ძლიერი საძირკვლის, ან ის ჩამოგენგრათ. ნახოთ რჩევა სამყაროდან თქვენთვის, ვინც ჩაიფიქრა მესამე ვარიანტი. აი ზუსტად ვახსენე მულად ხარა ჩაკრა და კი ბატონო, თქვენ ვალდებული ხართ და თქვენი მისიაა ის, რომ იბრძოლოთ ამ მიღწევებისთვის, ამ მისიისთვის, ყველაფერი გააკეთოთ და ეს ის შემთხვევა, როდესაც მიზანი ამართლებს საშუალებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გააკეთოთ სიბოროტე ან რაღაცა შავი თემებში შეხვიდეთ. არა, ეს იმას ნიშნავს, რომ მიზანი ამართლებს საშუალებებს. კი, ვიღაცები არ უნდა გაითვალისწინოთ, ვიღაცას რო ეწყინება შენი კარგად ყოფნა, შენი გამარჯვება და შენი კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ეს შენი ცხოვრება, აი ამას გულისხმობ და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ და იქნებით ძალიან კმაყოფილი ამ თქვენი მიღწევებით და იქნებით ბედნიერი და იამაყებთ ამით. არ დაკარგოთ ბრძოლის უნარიანობა, დიახ, თქვენს შიგნით არსებული ცხოველი, რომელიც არის ასე ვთქვათ, მტაცებელი ცხოველი, კარგი გაგებით ისე ვამბობ, მეომარი ცხოველი, მებრძოლი ცხოველი, დიახ, ის უნდა გააღვიძოთ და გამოიყვანოს და თქვენ საბრძოლი გაქვთ თქვენი ბედნიერებისათვის. მე ვარ ნათია შაი, გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე და შეგახსენებთ ჩემს ნომერს, ვისაც გსურთ დაკავშირება 591 233 507. დროებით.